იმიტომ რომ სადაც თქვენი საუნჯია, იქ არის თქვენი გული. აი რას ნიშნავს ეს სიტყვები, როგორ აღვასრულოთ ეს ლოცვა-კურთხევა, ეს მესამე. ძალიან ნამდვილია, აი რომ წარმოიდგინოთ მაგალითად ადამიანმა, ესე იგი რაიმე ქონება შეიძინა, აი სად არის აქ ესე იგი აი ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. აი წარმოიდგინეთ რომ ადამიანმა დედამიწაზე შეიძინა ქონება. მაგალითად გადაწყვიტა რომ მანქანა იყიდოს. გადაწყვიტა რომ მანქანა იყიდოს, ჯერ ესე იგი რამდენი შრომა სანამ იყიდი, ესე იგი რომ უნდა გაიკითხო რომელი მანქანა ჯობია, დაწონო შენი შესაძლებლობები, მერე ეს მანქანა სადიშოუ ისეთი როგორიც შენ გინდა, ნუ რამდენს ამას ესე იგი რამდენს ზრუნავს ადამიანი. მერე ბოლოს შეიძენს ამ მანქანას და წარმოიდგინეთ იმას ესე იგი როგორი მოვლა უნდა ცივნიავს არაკარებს რა ადამიანი ახალშეძლებულ მანქანას და ნუ მოკლედ ბედნიერია რომ ეს მანქანა ყავს. ეხავე აღარ ლაპარაკობ რამე რო არ გამოვიდეს თუდად რომ ამ მანქანას რამე რო დაემართოს, ესე იგი რა დღეს ჩავარდება ეს ადამიანი, ხო? ანუ მოპარონა, რა ვიცი, ნუ მოკლედ მადლობა ღმერთს, ესე იგი ჩვენს დროში აღარ ხდება ეს ჩვენს ქვეყანაში, თორე ადრე მოსწრები ვარ მაგალითად ამას. ხო და იმას ვამბობდი რომ აი როგორი მიჯაჭვული არის ადამიანის გული აი ამ მატერიალურ შენაძენთან, ხო? რატო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი შრომა აქვს დახარჯული. ჯერ ესე იგი რამდენი ეს ფული აგროვა, ხო? მერე ესე იგი როგორ გაარკვია, როგორ შეიძინა, ეხა როგორ უვლის და აი ეს შრომა არის დახარჯული და ამიტომ არის მიჯაჭვული ადამიანი აი ამ ნივთზე. ხო და აი რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ უნდა ვიშრომოთ და დავაგროვოთ ჩვენი საუნჯე ზეცაში. რა არის ეს? ეს არის, ნუ ეს მარხვა პირველ რიგში, ლოცვა, შემდეგ გაჭირვებულების დახმარება, რომელიც არავინ არ უნდა იცოდეს, აი ვის როგორ ეხმარებით და ეს არის შრომა. ეს არის შრომა, რომელიც თქვენ დახარჯოთ ზეციური საუნჯის შეძენაში. აი როგორ უნდა შეიძინოთ ზეციური საუნჯი. უნდა იღვაწოთ. სარწმუნოებრივი მოქმედებები უნდა აღასრულოთ. და რაც მეტ შრომას დახარჯავთ, მით მეტად უფრო ძვირფასი იქნება თქვენთვის ის, რასაც შეიძენთ. და ამ შენაძენის ფასი კი ძალიან დიდია, იმიტომ რომ ესე წერია სახარებაში, რომ ერთი ჭიქა წყალიც კი არ დაგეკარგება, იმის რომ მიაწოდო და ღმერთი 100 წილად დაგიბრუნებს ამას. როცა ყველაზე მეტად დაგჭირდება ეს წყალი და როცა ყველაზე მეტად იქნება შენთვის სასიცოცხლო აუცილებელი, აი 100 წილად მაშინ მოგაგებს ამას. და ასევე, ესე იგი, აი ყველაფერი რასაც შეიძენთ, ზეციური სასუფევლისთვის, ეს ყველაფერი იქ გროვდება და იმას ნამდვილად არავითარი საფრთხე არ ემუქრება. აი ეს სამი სწავლება არის ძირითადად დღევანდელ სახარებაში.